როგორი ამაზრზენია ბორია ეხლა ჟურნალისტური გამოძიება გამოვქვეყნდა რომლის მიხედვითაც ივანაშვილების საქველმოქმედო ფონდი პროცენტიან სესხებს გასცემს. ანუ ქველმოქმედებიდანაც კი ფულს აკეთებს ეს ჩარჩვაჭარი ეს. აი ვისაც დიდი ქველმოქმედი და ის გონია გველმოქმედი რო არის, აი აქედანაც ჩანს. ფულს აგროვებს თვითონ ქველმოქმედებისთვის და მერე იმ ფულიდან სესხებს გასცემს და მოგებას ნახულობს. და მაჩვენეთ რა მაგის ქველმოქმედება ძალიან გთხოვთ. რა ხო ვიძახით აი 3 მილიარდი ლარი დახარჯაო. გადაითვალეთ ეხლა 30 წელზე 1996 წელს დაიწყო სამების ტაძარზე შეწირვა. ეგეც გააკეთა პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, რომ აქ დამკვიდრებულიყო და ქონოდა მერე აი პოლიტიკური განაცხადის გაკეთება, რაც გააკეთა 2011 წელს და 12 წელში მოვიდა ძალაუფლებაში. აი მაგისთვის აკეთებდა, იმიტომ აფინანსებდა იმ წითელ ინტელიგენციას სულ გაყიდულ იმას, რა ქვია, ყველა დროის შნირებს. რომ მერე მათზე დაყრდნობით მოსულიყო ხელისუფლებაში და მათ დაყრდნობით ემართა მერე ეს მონად გადაქცეული ქვეყანა. ამისთვის ერთი აფთიაქი უფასო. ერთი საავადმყოფო უფასო. იცით მაგისგან? არა. ხო და ამას ვლაპარაკობდი, ის 3 მილიარდი რო გაყო 30 წელზე, წელიწადში გამოდის 100 მილიონი. და 100 მილიონს და ორჯერ მეც მარტო საყდრისის ოქროს გაყიდვით ღებულობს. მესამე ადგილზე არის საქართველოს საექსპორტო ნუსხაში ოქროთი და ფერადი ლიტონებით ვაჭრობა. ეს ბიძინა ივანაშვილისი არის სულ. წარმოიდგინეთ ეხლა, გაიგეთ მაგის ქველმოქმედება, რომ მხოლოდ ოქროდან ამოაქვს ყოველწლიური ვითომ ქველმოქმედება და მილიარდებს შოულობს საქართველოს ძარცვით. ცემენტი ხო მაგისი არის მთელ საქართველოში. ჰაიდელბერგ ცემენტი ხო გააგდეს კასპიდან. ეხლა ის კასპი ცემენტი მაგისი არის პიროვნულად და მთელ საქართველოს მასშტაბით რაც მშენებლობებია, მხოლოდ მაგის ცემენტზე არის ეს ყველაფერი. რა მეტი როგორ უნდა დაგიღეჭოთ ამაზე ქველმოქმედებიდან კაცი შოულობს პროცენტებით ფულს, აპროცენტებს. აი რა ვიცი, მე ვიღაცამ რო აიღოს ბავშვისთვის ვალი, თხოვნა, დამაფინანსეთ, ქველმოქმედება გაიგეთ, ბავშვი ცუდად ყავს და მე იქიდან ფული რო გააპროცენტოს და ბავშვი ფეხებზე დაიკიდოს. აი ეს არის ბორია ივანაშვილი. იმიტომ ამ ბარაქართველი, გვარგადაკეთებული, უჯიშო, უსამშობლო, უღმერთო, სატანისტი. აი ასე გავცელეთ. გაიგოს იქნება ვინმე რამე ტვინში ობოლი ხვეული მაინც აუტოყდეს.